რამოდენიმე წელია რაც წელიწადში ერთხელ იანვრის ბოლო დღეებში ჩვენ სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლები საქართველოში შეიკრიბებდნენ და ლოცვას აღავლენ ღმერთისკენ. დღევანდელ დღეზე ის არის რომ მთელ სამყაროში ერთი და იგივე ხდება, არა დღეს მარტო სხვადასხვა დღეებში, მაგრამ იანვარში და ჩვენთანაც ტრადიცია არის, როცა სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლები ერთად ლოცვობენ. წელიწადში ერთხელ რომელიმე ეკლესიაში და ამ წელს ჩვენთან სომხურ ეკლესიაში ტარდება. ლოცვა აქვს დიდი ძალა და მე მგონი როცა ლოცვა ერთად აკეთებთ სხვადასხვა ენებზე, სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლებმა უფრო დიდი, უფრო მაგარი, უფრო ლამაზი რაღაცა გამოდის. დიდი ხანია, რაც ვიღაც მონაწილეობას ასეთ ეკუმენურ ლოცვაში. ეს ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან ლამაზი იყო დღეს ლოცვა და მართლა რაღაც ძალიან ისეთი იყო მუსიკით გამშვენებული, რომ მართლა რაღაც ვიგრძელით ჩვენ ყველა, რომ ცეცაში ავმახდით ნამდვილად ეს გზნობა მე მგონი ყველას ჰქონდა და ეს არის მთავარი რაც ჩვენ გვაერთიანებს, როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიფებით და არავითარ განსხვავებას უკვე არ ვძგნობ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველა ერთიანი ქრისტეში. საკუთრების რომელიც მუშაობს საკითხებზე, რომელიც ეხება სამოქალაქო თანასწორობის საკითხებს, ინტეგრაციას, ბუნებრივია დიდი პატივით მივიღე მოწვევა და დავსწრებოდი ლოცვას, რომელიც წლებია უკვე მრავალი წელია, რაც მრავალი წელია საქართველოს რეგისტრირებული ქრისტიანული გაერთიანება ახორციელებს რეგულარულად ეკუმენურ ლოცვას, რომელიც აღევლინება საქართველოს სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისათვის, სოფლიოში მშვიდობისათვის და დღეს განსაკუთრებით იყო ხაზგასმული და ილოცეს სირიაში და უკრაინაში არსებობის მდგომარეობის გამოსაზრდელად და იქ ომის და დაპირისპირების დასრულებისთვის და მშვიდობისათვის.